მოგესალმებით მეგობრებო ყველას, მე ვარ ელენე და თქვენ მოხდით ელენიკო და ლუკას არხეთ. ძალიან დიდი ხანია ვიდეო არ გადამიღია და გიბრუნდები და ვიღებ ძალიან საინტერესო თემაზე ვიდეოს. ბევრჯერ ჩავჭრილა რა თემაში, ძალიან ბევრჯერ გამხარებია ამ თემაზე რაღაცეები. თუმცა ძალიან ბევრი გამოცდილება დავაგროვე ამ თემიდან გამომდინარე და მინდა თქვენ მოგიყვეთ როგორი უნდა იყოს მაგალითად კონკრეტულად მეგობარი, ან როგორი არ უნდა იყოს. ასევე სხვა მაგალითებს მივიყვან და იმედია დაინტერესდებით და უყურებთ ამ ვიდეოს და გამოგადგება ცხოვრებაში. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ ვაპირებ ამ ვიდეოს რამოდენიმე თემად გაყოფას, მაგალითად პირველი იქნება ზოგადად მეგობარზე საუბარი, მე როგორ უნდა იმეგობროთ მეგობრებთან და როგორი მეგობარი შეიძლება და არ შეიძლება რომ იყოს ან ყავდეთ. ასევე ჩემი დაქალი, ჩემი მეგობარი დამისნებს კითხვებს, მაგალითად რაღაცა მეგობრებთან დაკავშირებით და ბოლო ნაწილში ისა რა ქვია გავცი მაგალითად პასუხს. მე არ ვარ ძალიან ექსპერტი ამ საკითხში, ძალიან ბევრჯერ ჩავჭრილა და საწყისში ვაღვნიშნე, მაგრამ ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ. მოკლედ დავიწყებ იქიდან, რომ მეგობრებთან კავშირი რომ დავიჭიროთ, საჭიროა შევიდეთ კომუნიკაციაში. რომ იყო ჩუმი, მშვიდი და მსგავს რაღაცები და არ შედიოდი კომუნიკაციაში, ჩემი ძალიან რთული იქნება მეგობრობასთან კავშირი. ამიტომ ჩემი ეს პირველ რიგში უნდა იყოს კომუნიკაბელური. მე აი სწორედ მაგან შემასხა ფრთები, ვიყავი ძალიან კომუნიკაბელური და ვარ კიდეც. კომუნიკაციაში ადვილად შევდივარ, დიახ, ეგერთი. მეორე აუცილებელია იყო მეგობართან, როდესაც შედიხარ კონტაქტში. ერთნაირი მიზნები უნდა გაგარჩნდეთ, ერთნაირი მიმართულება უნდა გქონდეთ. არა, ყველაფერი აუცილებელი რომ იყოს ერთნაირი, უბრალოდ უნდა გაგაჩნდეთ ერთნაირი მიმართულება, მიზანი, იმედები და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთმანეთი უნდა გავსებდეთ, გავინიერებდეთ და ასე შემდეგ. სწორედ მაგან მომცა სტიმული ერთიანობამ და რაღაცა რომ ყოველდღე რაღაც მეგობარი კონკრეტულად. ამიტომ ხომ უნდა გქონდეთ ესეთი თვისებები. ზოგ ადამიანთან მე არ მქონია ეგეთი კავშირი, თვისებები და რაღაცები ერთნაირი. ამის გამო ძალიან ბევრჯერ მომიწია დაშორება და ასე შემდეგ. გიჩვენებთ რომ ძალიან კარგად დავკვირდეთ მეგობარს და ჩემი მესამე ძალიან კარგი რჩევა იქნება ის რომ არ ენდოთ ადამიანს ერთი დანახვით. მე ვენდე და ძალიან შევცდი. ალბათ ყველა მაგას იძახის რომ არ ენდო ადამიანი სანამ არ გატესტავ რაღაცთან რაღაცა ეგეთი. მე საერთოდ არ ვენდობი ადამიანს. ძალიან რთულად ვენდობი ადამიანს და მის მე მიცნობს ალბათ იცის რომ საერთოდ ადამიანზე ნდობა მაქვს ნული. მოკლედ ახლა ესეთი ადამიანები როგორც დედა და რა თქმა უნდა ვენდობი და რა ვიცი მაგარ მომავლინა ქვეყანაზე და სამყაროში და რა თქმა უნდა ვენდობი. მაგრამ როგორც არის დაქალი მეგობარი რაღაც ძალიან იშვიათად, ამიტომ თუ იმეს გეტყვით რომ გენდობი, ესე იგი გენდობი და რა ვიცი გაფასებ ძალიან. აი მიყვარხარს არა აქვს ესეთი მაღალ ეტაპზე დანიშნულება, როგორცაც გეტყვით რომ გენდობი. აი წარმოიდგინეთ. ეს არის მესამე. ეს სამი საკმარისია. სხვა რაღაცები შეიძლება, რა თქმა უნდა, მთელი ღამე ვისაუბრებთ ამაზე, რო არ დავასრულოთ, არ გავჩერდით 3-ზე, ამიტომ აქ გავჩერდები. წუჩებზე რამჭი. მოკლედ, ეს იყო ჩემი რჩევები, მეგობრები როგორ უნდა გყავდეთ, გაიჩინოთ ასე შემდეგ. ხო, მოკლედ, კომუნიკაციაში შედით, იმედები გქონდეთ, ერთნაირი მიმართულება გქონდეთ, ხშირად არ ენდოთ, შედააკვირდით რომ არ ენდოთ, ეგენი მიგულისხმენ. კარგი. ჯერ კითხავს არ გავცემ პასუხს. ახლა ვისაუბრებ როგორ უნდა იყოს მეგობარი, ან როგორი არ უნდა იყოს. უნდა იყოს ის მეგობარი, არ უნდა გშურდეს. არ უნდა გშურდეს შენი მეგობრის, თუ შენი მეგობრის გშურს, ის არ არის შენი სულის განმაწილებელი. ან ნახეთ, თუ იმან იყიდა ახალი კაბა სიტყვაზე და იქნებოდა მაგალითი, მაგრამ თუ იყიდა მაგრამ ახალი კაბა, შენ არ უნდა შეგშურდეს რომ ვაი მე რა დამაზია და მე რატო არ მაქვს და რაღაცა ეგეთები. უმადური არ უნდა იყო მოკლედ. უნდა გიხარავდეს თავის ბედნიერება და ისურვო რომ გქონდეს. თუ მანდანაც გინდა უნდა ისურვო და გიხდება. იმერ გარკვეულ მიზნებს მიაღწია, გრძელვადიანს, მოკლევადიანს ასე შემდეგ და იყიდათ სიტყვაზე ახალი კაბა. ჩვენ ეს უნდა დავუფასოთ, ვაი რა მაგარია და რაღაც ეგეთები. ეგეთია მეგობრობა. თუ შური გაგაჩნია, მაშინ მოშორეთ მეგობრობას. კიდე არ უნდა ამცირებდეთ, რა თქმა უნდა, არ უნდა ამცირებდეთ, იმიტომ რომ თუ ახლა ვიღაცას თვალწინ ვიღაცას რო გაიცნებია მაგის გამო დაამცირე, არის ძალიან ცუდი თვისება. ახლა ვიღაცამ რო გაიცინოს, მომიწევს ვიღაცის დამცირება. ანუ ადამიანს ისე დააცინე ვიღაცა და გააცინე რომ ისა მე არ დაამცირო, მაშინ ხარ გმირი. არ ეწოდება უკვე ამას რომ დაამცირო და დააბულინგო და რა, დააბულინგო რატო გადავედი. ან ნახეთ, არ უნდა დაამცირო.
ეგეთი უნდა იყოს მეგობარი. ხოლო როგორი არ უნდა იყოს, ხო შურიანი როგორია ცუდი მეგობარი, მოკლედ მაგაზე ვისაუბრებ. შურიანია ცუდი მეგობარი, რო არ უხარე ვიღაცის თვალწინ რო ამცირებს და ვიღაცას აცინებს მაგის გამო. კიდე როგორი არ უნდა იყოს, მოკლედ. ორპირი რა თქმა უნდა იყოს, იმიტომ რომ როდესაც ერთ თვალში რა ვიცი, გიღიმის და რაღაცა და ისე ნდობას შევეხეთ, ხედავთ? ანუ იღიმი რაღაც ყველაფერი არის ნდობაზე დაკავშირებული. მე უკან გაიხედება და ისე ცუდი წარმოდგენები აქვს ჩემზე. ამიტომ ძალიან დიდი ნდობა უნდა მოიპოვო. კაი. ეგ იყოს ცუდ მეგობრებზე. ნუ ძალიან ბევრი რადალებს მაგ თემას, მაგრამ ატარათი შემოვიბეგლე თუ კიდე რაღაცა გამახსენდა გეტყვით. იმიტომ ძალიან ბევრი გამოცდილება მაქვს მაგაზე თუ როგორია ცუდი მეგობარი. აი კიდე მაგათად რომ ადარებენ ვიღაცებს, რომ შენზე კარგად დაქალობს, ან რაღაც შენაი 1000 მყავს. აი ძალიან ბევრი მაქვს ეგეთი მაგალითები და კაი, გავშევით. ანუ ხვდებით ხო ცუდი და კარგი რა არის. და ეხლა მე არ მახსენდება რომ ვისაუბრო კიდე, ამიტომ ჩემ დაკაც კითხვა წაკითხა. ძალიან ბევრი კითხვა დამიწერა მეგონი 7 თუ რამდენი? პირველი სამი რამ რაც ნამდვილ მეგობრობაში აუცილებლად უნდა იყოს. ნამდვილ მეგობრობაში უნდა იყოს პირველ რიგში კეთილი სურვილები. ერთმანეთს კეთილი სურვილები უნდა უსურვო. ლამაზი ხარ, კეთილი ხარ, უნდა კეთილგანწყობილად უნდა იყო, პოზიტიური უნდა იყო და ასე შემდეგ. მე კიდე წერს კითხობს რა იქნა. ხო და მაგას გულისხმობ. მეორე უნდა იყოს ანუ ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩააგდო მეგობარი, ანუ და დაეხმარო, მე თვითონ გიწოდოს მეგობრად რა, მოკლედ ეხლა ვიღაცა თუ საკონტროლოს უერწერ, ნუ დაეხმარო. ძალიან ქრინჯება მაგალითები მაქვს და მესამე ის იქნება, რომ უნდა გაუგო შენ მეგობარს. უნდა გაუგო, მაგრამ თუ დონეზე გაუგე, რომ ვერ გაუგე სიტყვაზე ხა მეგობარს. იმამდე შეურაცხყოფა შეიძლება მოგაყენოს. აი სიტყვაზე იმასაც ვერ გაუგე. ანუ ხო ხდებით, ანუ რაღაცაზე სიტყვაზე ვერ გაუგე. და მე მოგაყენა რატო ვერ გამიგე შეურაცხყოფა მოგაყენე ამაზე და რატო არ მოგაყენე მე თუ სიტყვები რაღაცა კარჩი ბიოც სიტყვაობა. აი მაგის გამო ვერ მატპატიებ მარტო მეგობარს რომ რაღაცა ცუდი სიტყვა მითათო რომ ის დავივიწყე უკვე. ანუ ეგეთ მეგობრობა მაქვს რა ხო ხდებით. ხო. ეგეთი. მეორე რა უტკენია მეგობარს ყველაზე მეტად შენთვის. გული ნამდვილად გული. აი ზოგჯერ ისე მიტია რომ არ მინდოდა, მაგრამ მიტირია. ანუ თვითონ წამოვიდა ცრემლი რა. აი თუ მიყვარა მტირივა. ყოფილა მომენტი როცა იგრძენი რომ მეგობარს სურდა შენი. აი რაზეც ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა ნიგძნია ძალიან ბევრჯერ და ახლა არ დავასახელებ სახელს, შეიძლება ამ ვიდეოს უყურებს. ანუ ძალიან ბევრჯერ შემჩნევა რომ სურდა, ანუ ის თვალით მიყურებს რომ მეგონება შურის. მაგრამ მე არასდროს არ შემშურებე, თუ იმას მეგობარს ვწოდებ, არასდროს არ შემშურებე. შემელა კითხე თქვა. მეოთხე, როდის იგრძენი პირველად რომ მეგობარი შენგან შორს მოდიოდა. შორს მოდიოდა? ის კითხვა ვერ მიხდი. ნახე, როდის იგრძენი პირველად რომ მეგობარი შენგან შორს მიდიოდა. მივხვდი. აი, როდის ვიგრძენი ერთ-ერთ მეგობარს დავიწყებ, ხა საბუთს მოყოლას. როდის ვიგრძენი და მაშინ, როდესაც აღარ შემეწყო, აღარ მესაუბრებოდა იმიან ჩართული არ იყო საუბრებში და ასე შემდეგ საქმის გარჩევებში და რაღაცა ჭორიკონებაში და რაღაცებში. აი მაგას მივხვდი. მეხუთე რას ფიქრობ მიტოვება უფრო რთულია თუ პატიება. მიტოვება თუ პატიება. ჩემი პატიება უფრო რთულია. მიტოვება არაფერი არ არის. მიტოვებას რთულია ძმა, როგორ არ არის. არაერი კითხვებია. მიტოვება თუ პატიება. პატიება ჩემთვის არ არის რთული თუ რთული. თუ ისეთი რამე გააჩნია, ნახეთ ახლა, თუ ისეთი რამე გამიკეთა ადამიანმა, ვერასდროს ვერ დავიწყო, პატიება ძალიან რთულია. ძალიან გულშვილი ვარ, ძალიან ადვილად პატიობ, მაგრამ თუ ისე მომაყენა შეურაცხყოფა და რაღაცა, მე თვითონ მაგას ვერ ვაპატიებ, რაც უნდა გულშვილი ვიყო. ხოლო თუ მეგობართან არ ვარ ისე ჩართული და რაღაცა დიდ არაფერი მის გარეშე, არის რთული მიტოვება. იმიტომ რომ ადვილად მიატოვებ თუ არ ხარ, ნუ გააჩნია მოკლედ. მეექვსე შენს გულში ის კიდე მეგობარია თუ უბრალოდ მოგონება. ანუ ნახე ის ვიცი იგულისხმა. ერთი მთლიანი შეკრული ბანდა იგულისხმა იქა არა მარტო ერთი. იმიტომ რომ ეს ძალიან გაერთიანებული ხალხი ხო ხდებით ამ ხალხმა. ანუ ნახე მოგონებასაც ვერ უწოდებ. ანუ მეგობარია, ჯერ მეგობარია, რატო უნდა თქვა, მეგობარი აღარ არის. მეგობრები აღარ არიან ხო და მოგონება, ანუ მოგონებასაც ვერ ტყვის, უბრალოდ ტრეშია. ანუ ისე garbage. მეშდე ბოლოს მიტოვება ასწავლის უფრო ძლიერად ყოფნას თუ უფრო ფრთხილად გრძნობებში.
ორივეს ერთად შეიძლება, იმიტომ რომ ძლიერად ყოფნასაც ასწავლის, მაგრამ უფრო ფრთხილად გრძნობებში, იმიტომ რომ ეს გვასწავლის, რომ ხშირად არ უნდა ენდო ვინმეს, იმიტომ რომ მე პრობლემებში გადაიზრდება. გაჩნია ვიცან როგორ. მე რა არის ისეთი მეგობრობაში ერთხელ რომ გაინგრევა ვიღარასდროს იწყება. ანუ ერთხელ რომ გაინგრევა, ეს არის ნდობა. ერთხელ რომ ვეღარ ვენდო, მე ვეღარასდროს ვეღარ ვენდო, იმიტომ რომ ძალიან რთულად ვარ ამ ნდობაში. ერთხელ რომ ვენდობი და რაღაცა იმის გამჭრობს, მე ვეღარასდროს ვეღარ ვენდო, ვინმიდან ვეღარასდროს. დავსო, მადლობა ChatGPT-ის მიწერა. აუ, ChatGPT-ს რატომ მიწერეთ ეგ? და ეხლა დროა დავასახელე ჩემი საყვარელი მეგობარი, იმიტომ რომ გავხარდება, ამიტომ უყურებთ დარწმუნებული. ესა თეკლა, ძალიან კაი გოგოა მოკლედ. არის ძალიან გულწრფელი ჩემთან, არის პირდაპირიც. თუ რამე არ მოეწონება, ჩემი აზრით კარგია პირდაპირობა. ჩემსავით პირდაპირი არ არის, იმიტომ მე ძალიან პირდაპირი ვარ, მაგრამ თუ რამე არ მოეწონება ჩემში, ეგრევე მეუბნება რომ გამოვასწოროს, თორე იმის მიზნით კი არა, რომ შენ ცუდი ხარ და რაღაცა. იმ მიზნით რომ მე გამოვასწორო. ჩემი ძალიან კარგია პირდაპირობა და მაგით ვარ პირდაპირი. ხო, ბევრჯერ მქონია ეს რაღაცა, რომ პირდაპირი ძალიან ისე ყოფილა, რომ რაღაცას გული მიტკენია, მაგრამ მის შენეა ვიყო და ვაღიარო ვიდრე რაღაცა სხვა. ხომიხდით. ხო, თეკლა ძალიან კეთილი, ჩემი მიმართ, ანუ ერთნაირი იმედები გვაქვს, მიზნები გვაქვს, ერთნაირი მიმართულება გვაქვს და რა ვიცი, ერთ გზაზე ვდგავართ და ბარემ გავაგრძელებთ ასე. არის ჩემი კლასელიც ასევე 4 თუ 3 წელი ერთმანეთს ვიცნობთ. არასდროს იმედი არ გავუსრულებია, სულელობა რაღაცებზე ჩხუბობთ ხოლმე. აი როგორ სულელობას, იცი? ინსტა სტორი რატო არ გამიცორე თუ ინსტა სტორი რატო არ ისქენია იმედი და ინსტა სტორი რატო არ დადე და რატო არ მომთაგე? ან ეს დებილობა რატო დადე და რაღაცა იკითხები რა. ნოჯენ ძალიან სულელობა იმედი ჩხუბობთ. ისეთ ადგილზე კი არა, ისეთ რთულზე არა რომ ვერ მოვაგვარდ რაღაცა. კაი ხო, დებილობა. ხო, თეკლა, რამდენი ლაპარაკი დავიწყე მოკლედ რა. თეკლა ძალიან დიდი მადლობელი ვარ, შენ მქვია ჩემი მეგობარი, ძალიან დიდი მადლობა. ანუ ეხლა დავიწყო მაგას საუბარი, ხო, დილამდე ვერ მოვჩები და სკოლაში დამაგვიანდება. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან ხარ, ძალიან მიყვარხარ და ჩვენ ერთად ძალიან კიდევ ბევრ სულელ ხალხს გავივლით, ამიტომ არ ნერვიულო. მიყვარხარ ძალიან. ასე მიყვარხართ თქვენ ჩემ გამომწერობა. მადლობა რომ ყვეთ ამ ვიდეოს და ნახავთ ის. წავედი ხედავ ამოტეს ძალიან მიზარი.